ჯანდაცვის მინისტრი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლის წყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯოლაძე კლინიკის ინფრასტრუქტურას და არსებულ ვითარებას გაეცნო. სამედიცინო პერსონალთან შეხვედრაზე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის კლინიკაში დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად ამ კლინიკის გამართული უზრუნველყოფისთვის ყველა პირობის შექმნა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრობლემატიკის მიმდინარე, ასე ვთქვათ, საჭიროებების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ ნახვა და გაცნობა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. რაც მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ადგილობრივი პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და აი ამ კოლექტივის მთლიანი შემადგენლობის უნარი, რომ რეალურად ძალიან სერიოზულ გამოწვევებს შეიძლება ისინი გაუმკლავდნენ. ეს დაადასტურეს არაერთხელ მათ შორის კოვიდის პერიოდში და რასაკვირველია, რომ ისინი იმსახურებენ ღირსეულ შრომით პირობებს, აიმისოთ, რომ მათ ღირსეულად მომსახურება შეძლონ თითოეული ადამიანისა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტში შეიძლება სამედიცინო სერვისი ესაჭიროებოდეს. მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა კლინიკის არსებული ინფრასტრუქტურა, მედპერსონალისგან მოისმინა ის საჭიროებები, რაც ადგილზე არსებობდა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება დამატებითი სერვისების ამუშავება. განვიხილეთ სამედიცინო დაწესებულების საჭიროებო საკითხები, დაისვა საკითხი დამატებითი სერვისების ამოქმედების. ჩვენთვის დიდი мотиваცია იყო მინისტრის სტუმრობა, შეხვდა თანამშრომლებს, ადგილზე გაეცნო ჩვენს პრობლემებს, შეგვპირდა პრობლემების აღმოფხვრას წლის ბოლომდე, რაც რა თქმა უნდა, კარგად იმოქმედებს და გაზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს.